Როგორც ვიყავით, აი ესე გამოვიქეცით. ბავშვი, ქალი. გვეხმარებოდნენ ზოგი როგორ, ვინ როგორ, უკან არავინ არ იხელებოდა, არავისი დახმარების ის არ იყო ნამდვილად. ვინ სად გაურბოდით ეს, როცა დაბომბვა დაიწყო, ეს დღესაც შოკში ვართ. ჩემი პაპის აი დელო იყო და იქ ვენახი გააკეთა. აი ვენახზე იმ ვენახში ჩავდი ჩემი პატარა სახლი. სამსართულიანი სახლი მქონდა ვიწვალი, იბუნება შეუსაბამე ყველაფერი. იქ ოფლი აი უბრალოდ მენანება რაც წამართვეს. ეს ხო ჩემი იყო, ჩემი წინაპრებისა იყო. ვინც აქ ცხოვრობთ ხო, ყველა ავამტყუპია ძირითადად. მაგალითად ეს ბავშვი დაბადებიდან ავამტყუპია, როცა ჭიპრარი მოუჭრეს, მაშინ ბალცი მაკრატელის ბრალი არისო, თუ ნაწლავები სოკო აქვს იმის მიერ და იმის გამო თვალსაც ვერ ხედავს კარგად, თავის ტკივილები აქვს და სულ ექიმებთან ვართ და ჩვენ საშუალება არ გვაქვს, მაგალითად კლეთ ინსტიტუტში გაძლევილი ბავშვი და დადგინონ ზუსტი დიაგნოზი იმის გულზე ჩვენ ვერ მეყავს იქ თბილისში და ასე ვართ, ასე ვწვალობთ. აი ხვალ გაგხრით, აი ხვალ ქუჩაში იქნებით და ჩვენ გვინდა ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის გაგვარკვიონ სიტუაციაში დავრჩებით, არ დავრჩებით. აი ამბობენ რომ დაგმაყოფილდებით ყველა, მაგრამ როდემდე შეიძლება მოთმენა 17 წელი ცოტაა და კიდე რო ვითვინოთ სანამდე ვითვინოთ.